გამარჯობა. მე ვარ მარიამ თიულიშვილი, ვსწავლობ გორის მუნიციპალიტეტის საქაშეთის საჯარო სკოლაში და დღეს მინდოდა მეამბო ამბავი როზას შესახებ. როზას ამბავი გადმოგცვა მისმა შვილთაშვილმა, რომელიც ქართველია და საქართველოში ცხოვრობს. როზა ცხოვრობდა პოლონეთში. ყავდა 6 შვილი და მე-7 შვილზე იყო ფეხმძიმედ. ყავდა მიბარებული დისშვილიც. პოლონეთში გერმანელი ნაცისტები რომ შემოვიდნენ, როზამ გადაწყვიტა რუმინეთისკენ გაქცევა მატარებლით. მატარებლის დაბომბვა დაიწყო და მატარებელი გააჩერეს. როზას ნერვიულობის ფონზე დაიწყო მშობიარობა და იქვე ტყეში გააჩინა ბავშვი. მოვიდნენ სამხედროები, წაიყვანეს ბავშვები ბავშვთა სახლებში, მათ შორის დისშვილიც და ახალდაბადებულიც, ხოლო გადაწყვიტეს, რომ როზა გადაიყვანათ საკონცენტრაციო ბანაკში. ერთი დღით გადაიდო მისი გაზის კამერაში შეყვანა. ამით ისარგებლა და გაეპარა სამხედროებს. ბავშვები მოძებნა ბავშვთა სახლებში, მათ შორის მისი დისშვილიც და ახალდაბადებულიც და გამოიქცა მოლდოვისკენ. საზღვარზე სამხედროებმა შეიფარეს და წაიყვანეს მიტოვებულ სახლში, როგორც მარტოხელა დედა. ეს ღამე გაატარეს ამ სახლში და დილაზე აღმოაჩინეს, რომ სარდაფში იყო დახვრეტილი ადამიანების მცხედრები. ამის შემდეგ როზა და მისი შვილები და მისი დისშვილი გადაიყვანეს შუა აზიაში. შუა აზიაში გადაყვანის დროს როზას დაეკარგა ერთ-ერთი შვილი იაშა. როზა ცხოვრობდა შუა აზიაში 1946 წლამდე, ომის დამთავრებამდე და დაბრუნდა შემდეგ კიშინიოვში. კიშინიოვში როზამ იპოვა თავისი შვილი იაშა, რომელიც ომის დროს გადაყვანაში დაიკარგა. კიშინიოვში ცხოვრობდნენ წლების განმავლობაში და პოლონეთში აღარ დაბრუნებულან. როზას ერთ-ერთი შვილი ევა დაქორწინდა ქართველ მამაკაცზე და განაგრძო მთელი თავისი ცხოვრება საქართველოში. ჰოლოკოსტში გადარჩენილი ადამიანების საუბარს რომ მოვუსმინე, ძალიან გაოცებული ვიყავი, როგორ გადაურჩნენ ასეთ ომს, შიმშილს. ამ პროექტში ის ვისწავლე, რომ ებრაელები ერთ-ერთი უძლიერესი ერია. ამდენი დამარცხების შემდეგ ისევ დგანან ფეხზე. ევას და როზას შთამომავლები ეხლა ცხოვრობენ სხვადასხვა ქვეყნებში. თავიანთ სფეროში გამოირჩევიან პროფესიონალიზმით. ბევრ წარმატებას მიაღწიეს. ჰოლოკოსტმა ერთ-ერთი უდიდესი გზავნილი დაგვიტოვა და ეს გზავნილია ის, რომ რამდენადაც ძნელი გადასატანი არ უნდა იყოს რაიმე სიტუაცია, მაინც გამოჩნდება უკეთესი ცხოვრების ეტაპი. და სულ კარგი ვერ გვექნება. შეიძლება ცუდი დღეც იყოს, ცუდი წელიწადი, ცუდი 10 წელიწადი, მაგრამ მერე მომავალში უფრო უკეთესი ცხოვრება გვექნება. უფრო უკეთესი ეტაპი და უფრო ბედნიერები ვიქნებით. უმაღლესი რასა არ არსებობს და არც უდაბლესი. ჩვენ ყველა ერთიანი ვართ და ამით უნდა ვამაყობდეთ.